გამარჯობა, ეთერშია კურიერის სპეციალური გამოშვება. ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღვინის ეროვნული დღისადმი მიწვრილი კონფერენცია იწყება. ღონისძიებას გახსნის პრემიერ-მინისტრი. უფლების წარმომადგენლებს მივესალმები. მის ყოვლად უსახდელოესობას მიტროპოლიტს მეუფე ამბა ალავერდელს მივესალმები. ჯონ ბარკერს, ბოწეულ სტუმრებს მოგესალმებით ღვინის სამშობლოში, საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ასეთი სტუმრები გვეწვივნენ დღეს და კონფერენციაზე მინდა გახსნისთვის სიტყვა თხოვო ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. თხოვთ ბატონო მიხეილ. მოგესალმებით. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს. საქართველოს ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. ჩვენ ვამაყობთ მეღვინეობის 8000-ლოვანი უწყვეტი ტრადიციით, რაც ჩვენს მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა 3000 წელს ითვლის, ხოლო 17 საუკუნის წინათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ღირებულებითი ორიენტირი. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველოს მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული, ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა. სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევს გულს ამსგავსებს, როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს. ვაზი და ღვინო არის ქართველი ადამიანის ყოფიერების მთავარი ძარღვი და ამას ჩვენი ტაძრების კედლებზე ნაკვეთი ვაზის მტევნები და ჩუქურთმებით ადასტურებს. ქართველი ხუროთმოძღვრებისთვის ვაზი ისეთივე წმინდა იყო, როგორც თავად ტაძარი. ჩვენი საგალობლები, ფოლკლორი და ლიტერატურა გაჟღენთილია ვაზის სიყვარულით. ყველგან შენ ხარ ვენახის საკრალო საგალობელში, ხუხარე მრავალჟამიერსა თუ ჩვენი დიდებული პოეტების შემოქმედებაში ვაზი არის სიწმინდის, სიცოცხლისა და გადარჩენის გამოხატულება. საქართველოს გაქრისტიანების უმთავრესი სიმბოლო კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია, რომელიც მარად შეგვახსენებს ჩვენი რწმენისა და მშობლიური მიწის ურღვევ ერთიანობას. დასასრულ მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მეღვინეს, თითოეულ გლეხს, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ღვინის ეროვნულ დღეს, უფალი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ახლა კი ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მივესალმები პარლამენტარებს, მინისტრებს, მივესალმები მეუფე დავითს, მივესალმები ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ბატონ ჯონ ბარკერს, მივესალმები კონფერენციის სტუმრებს, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მოგესალმებით ყველას, ბატონებო და ბატონებო. მოხარული ვარ, რომ აქ შეასრულება მონაწილეობა მიიღო ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივების განხილვას ეძღვნება. ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. 8000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი ქვეყნის კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმართმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე იქცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა.
2017 წელს სოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქორის ღვინის აყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. 525-ზე მეტი ენდემური ჯიში ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ჩვენ მეღვინეობა დღეს ძლავრი და თანამედროვე ინდუსტრია. ბოლო ათწლეულში ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია. 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ $268 მილიონ მიაღწია და ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ წარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3000-მდე რეგისტრირებული მარანი და კომპანია, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს. სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 800 წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აქცევს. ჯერა რომ ჩვენი სახელმწიფოს მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი. გილოცავთ ღვინის ეროვნულ დღეს და ყველას წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ბატონ ჯონ ბარკერს. Dear President, Batono Presidente, Batono Premier Ministro, dear Minister Songilashvili, Batono Ministro, Ministrebo, Parlamentis Evrebo, Meupeo, Zirpaso Stumrebo, Mugesalmebit. as Director General of the Როგორც International საერთაშორისო Organization of Vine ორგანიზაციის Wine, ღვინისა და ვაზის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, გამოდიოთ თქვენ წინაშე ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ღვინის აკვანის ქვეყანაში ჩამოვედი და ამ საერთაშორისო დღეს ვხსნით. ეს არის განსაკუთრებული ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიას და იდენტობას უკავშირებს მსოფლიოს ცივილიზაციას. 8000-ზე მეტი წელია ეს განსაკუთრებული სასმელი იწარმოება საქართველოში. ეს არის უნიკალური სოციალური კავშირების დამამყარებელი, სოფლისა და ქალაქის დამაკავშირებელი, ეროვნული და საერთაშორისო ფასეულობების დამაკავშირებელი სასმელი. და ეს ყველა საზოგადოების ყველა წრეს ეხება, როგორც მიკრობიოლოგებს, ასევე ღვინის ტექნოლოგიებს, მარკეტოლოგებს. ეს არის უშველებელი კულტურული მემკვიდრეობის, პროზისა და პოეზიის საფუძველი. ქვევრის ღვინის წარმოების მეთოდი, როგორც მოგეხსენებათ, არის იუნესკოს უკტავი მემკვიდრეობის საფუძველი და ჩვენ ამას აღნიშნავთ დღეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გამოწვევები არსებობს გლობალური დათბობის და შემეცნების და აღქმის და ეკონომიკური წნეხის სხვადასხვა ფაქტორები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ განსაკუთრებულ ღვინოს, ამ ჩვენს მიღწევას, რომელიც საზოგადოებას მოყვება ვაჭრობის პირველივე შემთხვევიდან, რომელიც ათასობით წლის წინ მოხდა. ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას მთელი მსოფლიო ღვინის საზოგადოების, იქნება ეს ჟურნალისტები, სომელიები, ღვინის მწარმოებლები, ღვინის მეცნიერები, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას და ამ ფასეულ ინფორმაციას, ამ ღონისძიებაზე. ორგანიზაციას, რომელსაც მე წარმოვადგენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკის გამსაზღვრელი და წლების წინ ჩვენ
შექმნით თანამშრომლობის მექანიზმის საფუძველი, სადაც 51 ქვეყნიდან მეცნიერები, მწარმოებლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და რეკომენდაციებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი. საქართველო ჩვენი ორგანიზაციის ფასეული წევრია, წლებია უკვე და 1962 წელს ღვინის კონგრესი საქართველოში ჩატარდა და 2010-შიც მქონდა პატივი მაშინ პირველად ჩამოვედი საქართველოში და განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყარი ამ ნამდვილ ბრწყინვალე ქვეყანასთან და ხალხთან. მე დღეს სიამაყით ვადასტურებ, რომ ბატონი დავითის ინიციატივით მსოფლიოს ღვინისა და ვაზის კონგრესი მომდევნო წლის ოქტომბერში ჩატარდება საქართველოში. ჩვენ ამ ინიციატივას დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს. გასულ კვირას მოხდა ეს ამაზე საუბარი და უკვე მინ შეუძლია მოსაწვევები დააგზავნოს მსოფლიოში. ყველა ქვეყნიდან მწარმოებლები ჩამოგზავნდებიან საქართველოში და აი ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა, გამოსვლების გაცვლა მოხდება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქართველო აღმოაჩინონ ისევე როგორც ჩვენ ამას ფიქრს ვაკეთებთ. დასკვნის სახით მინდა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ გამოწვევით ახსოვს სამყაროში საქართველოს მსგავსი ბრწყინვალე ქვეყანა ამაყობს ღვინით, ზეიმობს ამ დღეს და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ სოფლიო მიბაძოს აი ამ პროდუქტის დაფასების მიმართულებით. დიდი გულწრფელობით ვუხდი მადლობას ბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერს, ბატონ მინისტრს იმისაც, რომ ამ ინიციატივას დაუჭერს მხარი და აი ამ მნიშვნელოვან კონფერენციას ვმართავთ და აი ამ განსაკუთრებულ დღეს ვაყალიბებთ. დიდი მადლობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი. ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო დღევანდელი დღე და დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ მნიშვნელოვანი დღის დაწესებისთვის და ინიციატივისთვის. ასეთი საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრი ქვეყნიდან გააერთიანებს საქართველოში საქმიანი შეხვედრების, ღვინის სიყვარულის, კულტურისა და ცოდნის გაცვლის გარშემო. ჩვენს ქვეყანაში ვაზის სიყვარულს და ღვინის პატივისცემას ყველგან ნახავთ. ყველა ქართველის სიტყვაში, ქმედებაში, სამუშაოსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ ამ ხასიათის დამსახურებით მოვიდა ვაზის მოშენებისა და ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ტრადიცია უწყვეტად დღემდე და დღესაც ცოცხალი და განვითარებადია. ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა როგორც მსოფლიოს საგანძური. თითოეულ ჩვენგანისთვის ქართული ღვინო არის ეროვნული იდენტობა, ჩვენი ისტორიული მეხსიერება, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აერთიანებს. ამიტომაც ჩვენ თავისუფლად ვამბობთ, რომ ღვინო ქართველია. დღეს, როცა პირველად აღვნიშნავთ ღვინის ეროვნულ დღეს, ამით გვინდოდა გამოგვეხატა, რომ საქართველო აცნობიერებს საკუთარი ღვინის კულტურის უნიკალურობას, მიზანმიმართულად მუშაობს მის განვითარებასა და საერთაშორისო პოზიციონირებაზე. განსაკუთრებით ზრუნავთ ვაზის ჯიშების შესწავლასა და აღდგენაზე. ამ ეროვნულ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი მხარდაჭერით დღეს სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, რომელიც ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენაზე მუშაობს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას მისი წვლილისთვის ქართული მეღვინეობა მევენახეობის განვითარების საქმეში. დღევანდელ კონფერენციაზე ქართულ მეცნიერებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, აზიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ღვინის საუკეთესო მეცნიერები, მაგისტრები და ღვინის სფეროს ის გამორჩეული წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავენ. ასია ღვინო გვაერთიანებს და ქმნის საუკეთესო პლატფორმას ცოდნის გაზიარების, გამოცდილების, გასაზიარებლად. სწორედ ასეთი თანამშრომლობა არის საფუძველი, რომ ჩვენი ღვინო კიდევ უფრო დამკვიდრდეს მსოფლიო ბაზრებზე, როგორც მაღალი ხარისხის, გამორჩეული და კონკურენტუნარიანი ქართული ღვინო. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში დაცულია ვაზის ასეულობით ადგილობრივი ჯიში, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შექმნათ განსხვავებული სტილისა და ხასიათის ღვინოები. თანამედროვე გამოწვევები კი
გვავალდებულებს, რომ ტრადიციასთან ერთად დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, გავაუმჯობესოთ ხარისხის კონტროლის მექანიზმები და კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ქართული ღვინის ბრენდის გაძლიერებაზე საერთაშორისო დონეზე. თითოეულ ადამიანს, ვისაც კი ქართული ღვინო დაუგემოვნებია, აუცილებლად აღმოაჩენდა ჩვენი ქვეყნის ხასიათს, ჩვენი ღირსების, სტუმართმოყვარეობისა და თავისუფლების სიყვარულის შესახებ. დღეს ქართული ღვინოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს, მაგრამ მისი მთავარი ძალა მაინც ის ემოციაა, რომელსაც ადამიანებს სუფრასთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეკრების დონეზე უზიარებთ. დარწმუნებული ვარ, ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა იქცევა ტრადიციად, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ღვინის სექტორს, ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, 8000-ჯერ ჩამოსხმული ქართული ღვინო, 8000-ჯერ მოყოლილი ისტორია ქართული ღვინის შესახებ კიდევ მრავალი ასეული წელი გაგრძელდება უწყვეტად, რადგან ღვინო იყო, არის და იქნება. გილოცავთ ღვინის ეროვნულ დღეს. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ვაცხადებთ ტექნიკურ შესვენებას, რამდენიმე წუთში განვაგრძობთ კონფერენციის პროგრამას, თქვენ კი გთხოვთ